მოგესალმებით. დღეს ჩვენი გადაცემის თემა უმაღლესი განათლება საქართველოში. დღეს გავდივართ ცოტა განსხვავებული ფორმატით. დღეს მასპინძლობს თავისუფალი უნივერსიტეტი, აქ ერთგვარ სტუდიად გადავაკეთეთ, შეიძლება ითქვას. და წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, კახა ბენდუქიძე, თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი. მოგესალმებით. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, შემიძლია ასე ვთქვა. სანდრო კვიტაშვილი, ვანი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სერგო რატიანი, ილიას უნივერსიტეტის პრორექტორი, მაია მინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მანანა სანაძე საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი და თორნიკე გურული ბოშის ფონდის თეოდორ ჰოისის კოლეგიის ტრენერი, ვისოლის მარკეტინგის დირექტორი და ჩვენი აუდიტორია, რომელიც ჩვენი აუდიტორია ცოტა უფრო თამამად ჩვენი აუდიტორია, რომელიც წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ნაკრებს სტუდენტებისა და აბიტურიენტების, ისინი დღეს დასვამენ შეკითხვას, მე მათ დაუსვამ შეკითხვას და მოკლედ ყველა იმ საკითხს, რომელსაც შევეხებით, უპირველეს ყოვლისა შეეხებიან ჩვენი სტუდენტები და აბიტურიენტები. ბატონ კახა, თქვენგან დავიწყებთ, თქვენ დაგისვამთ პირველ შეკითხვას. თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა დღეს საქართველოში კარგი განათლების მიღება? ეს არის შეკითხვა, რომელსაც ყველა აბიტურიენტი უსვამს თავის თავს და მე მინდა ეს შეკითხვა თქვენ დაგისვამთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ლაპარაკობთ ბაკალავრიატზე, ბაკალავრიატის დონეზე საქართველოში დღეს შეიძლება ძალიან კარგი განათლების მიღება. შეიძლება ყველა სფეროში არა, მაგრამ ძალიან ბევრ დარგში, ძალიან ბევრ მიმართულებაში. შეიძლება მედიცინას გითხრათ, რომ შეიძლება აქ საქართველოში ბაკალავრიატში სტუდენტებს ჰქონდეთ ურთიერთობა უფრო მაღალი ხარისხის პროფესორებთან, ვიდრე ბევრ საერთაშორისო აღიარებულ დიდ უნივერსიტეტშიც კი მსოფლიოსში. რატომ? იმიტომ რომ როგორც წესი, მაგალითად ჰარვარდის უნივერსიტეტში, მაგალითად ჰარვარდის უნივერსიტეტში ძირითადი აქცენტი, ძირითადი ყურადღება პროფესორების არის დოქტორანტების მიმართ და მაგისტრების მიმართ გარკვეულწილად. ბაკალავრები მათ ინტერესში არ შედიან. ამიტომ სახელოვანი პროფესორები, რომლებიც იქ მუშაობენ, რეალურად ბაკალავრების ლექციებს არ უკითხავენ და მათთან არ ურთიერთობენ, სემინარებზე არ დადიან და ასე შემდეგ. და საქართველოში შეგიძლიათ ადამიანი, რომელიც ჰარვარდში უკითხავდა დოქტორანტებს ლექციებს, ეს ადამიანი საქართველოში ბაკალავრიატში უძღვნა ლექციებს. ამიტომ ეს ყველგან ასე არ არის, ზოგიერთ დარგში ესეა. მაგალითად, ზუსტ მეცნიერებებში შეგიძლიათ ამას ადვილად მიაღწიოთ საკმაოდ. რომ ძალიან მაღალი კალიბრის მეცნიერი, რომელიც დღეს ამავდროულად არის რომელსაც დასავლური უნივერსიტეტის პროფესორი, იქ უკითხავს ლექციებს დოქტორანტებს და საქართველოში მზად არის, ვინაიდან მას აინტერესებს ეს დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში ცოდნა გამოცდეს, მზად არის, რომ იმუშაოს ბაკალავრიატი. აი, რაც შეეხება ზედა საფეხურებს, ბაკალავრიატი გასაგებია. რაც შეეხება ზედა საფეხურებს, შემიძლია გასათი მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოში არის საკმაოდ მცირე რაოდენობა აი ამ ტიპის უნივერსიტეტებისა, სადაც შეიძლება ზედა დონის განათლება მიიღონ, მაგისტრატურა და დოქტორანტურა და შემიძლია უფრო უპრიანია, რომ ჩვენი ახალგაზრდები ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ თუ მათ სჭირდება გაგრძელება სწავლის, ეს აბსოლუტურად ცხადი არ არის. ზოგიერთ სპეციალობაში ეს არის აუცილებელი, ზოგიერთში საერთოდ საჭირო არ არის. რომ ისინი წავიდნენ უცხოეთში და გაგრძელონ სწავლა, ჯობია რაღაც სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ, იმიტომ რომ ისინი მაშინ უფრო ფართო განათლებას მიიღებენ, ისინი ისწავლიან აქაც, ისინი ისწავლიან უცხოეთში რომელიღაც უნივერსიტეტში, ისინი მათ უფრო მრავალფეროვანი გამოცდილება ექნებათ და ამ ხრივ მეგონი ბევრ კარგ შედეგს მიღებთ ჩვენ. გასაგებია, ბატონ სანდრო, მინდა ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტზე კითხოთ, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, უშვებს თუ არა ეს უნივერსიტეტი დღეს კვალიფიციურ კადრებს? ყველაზე ხშირად სტუდენტები სვამენ ამ შეკითხვას და აბიტურიენტებიც. აი მე რომ ჩავაბარებ და ვისწავლი, შემდეგ ვიშოვი თუ არა ამ ჩემი განათლებით სამსახურს? გააჩნია რა პროფესია, შენავარ პროფესია, რომელიც არის მოთხოვნადი, რომელიც თავისთავად ითვალისწინებს დასაქმებას ავტომატურად და ერთგვაროვნად ამის პასუხის გაცემა ძალიან რთულია. შეიძლება გამოუშვა გარკვეულ მიმართულებაში და დისციპლინაში ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი, მაგრამ მასზე არ იყოს მოთხოვნა და ამ შემთხვევაში კი კონკრეტკითხვა არის, მაშინ ასაჭიროა სპეციალისტი, მაგრამ არის მაგალითად გარკვეული დარგები, სადაც აუცილებელი რომ ყავდეს, მაგრამ დასაქმების კუთხით მოთხოვნა ნაკლებია. მაგალითის გეტყვით, აი ჩვენს უნივერსიტეტში რომ შეადაროთ, თქვათ, ყველაზე კარგად დასაქმებადი პროფესია დღეს არის სოციალური საქმე, სოციალური მუშაკი. იმიტომ რომ ქვეყანაში არის ნაკლებობა და 100%-იანი დასაქმება არის არა მარტო თქვათ დამთავრების შემდეგ, არამედ მეოთხე, მესამე, მეთერთმეტე კურსის სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ ფიზიკურად ეს
პროფესია საქართველოში არ არსებობდა, ეხლა იქნება და არის ძალიან დიდი მოთხოვნა. გასაგებია ბატონ სერგო, თქვენ მინდა გითხოთ, მე მინდა ვისაუბროთ პრობლემებზე. ყველაზე სერიოზული პრობლემები რა აქვს დღეს ქართულ უმაღლეს განათლებას? ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ როდესაც ვამბობთ, რომ შეუძლია თუ არა ქართულ უნივერსიტეტებს მისცეს სრულყოფილი ცოდნა ან კარგი ცოდნა ესეთი რომ იშოვონ და ხوار არის უკეთესი რომ წავიდნენ სხვაგან ისწავლონ, ну ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არის. მე დავეთანხმები ბატონ კახას რომ ბაკალავრიატის ზონაზე მე ურჩევდი სტუდენტებს რომ დარჩნენ საქართველოში. ეს სხვა შორის არ არის მხოლოდ იმაზე მიბული უკეთესია თუ უარესი, ეს არის ჯერ ერთი სოციალიზაციის მომენტი, როდესაც შენ იწყებ განათლებას და რაღაც პირველ ნაბიჯებს იმ გარემოში, რომელშიც გინდა შემდეგ რომ გააგრძელო შენი ცხოვრება და კარიერა. ეგ ერთი. მეორეს ერთი, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ბაკალავრიატის დონეზე ჩვენთანაც და ალბათ სხვაგანაც არის იმის ტენდენცია, მაგალითად არის კურსი, როდესაც აი ყველაზე უფრო სახელოვანი პროფესორები ან წამყვანი პროფესორები სხვადასხვა დარგში იწყებენ თქვა შესავალი ლექციების კითხვას და ეს არის მართლა უნიკალური და კარგი იმისათვის რომ სტუდენტებმა გაიგონ რა სფეროში არის ეს თქვა შესაძლებლობები და როგორი შესაძლებლობებია. უნივერსიტეტები არის ასე თქვა დღეს კონკურენტულ გარემოში არის ჩაყენებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის რომ განვითარდნენ თავად უნივერსიტეტები. რამოდენიმე ესე იგი წლის წინ მაგალითად თითქმის კონკურენცია კერძოსა და სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის საერთოდ არ არსებობდა და ეს ძალიან ცუდი იყო სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის. თქვა რეფორმამდე სახელმწიფო უნივერსიტეტებში თითქმის აღარ მიდიოდნენ ადამიანები, ხო, სტუდენტები. მაშინ როდესაც პრესტიჟული იყო, ეხლა პრესტიჟული და ვითარდება კერძო სექტორის და ესეც მნიშვნელოვანია და გარკვეულწილად ვითარდება სახელმწიფო უნივერსიტეტებიც. ამიტომ ის გარემო, რომელიც ჩაიქმნა, ძალიან მნიშვნელოვანია. გასაგებია კონკურენციის საკითხს ჩვენ კიდევ შევეხებით. ქალბატონ მაია სკოლას როცა დაამთავრებს მოსწავლე და ხდება აბიტურიენტი, მას უწევს პროფესიის არჩევა. აი სკოლის დამთავრებისთანავე რამდენად მზად არიან აბიტურიენტები იმისთვის, რომ ეგრევე აირჩიონ პროფესია და შემდეგ გააგრძელონ ამ პროცესს. ხშირად ხდება ხოლმე, რომ შემდეგ 1-2 წელს ისწავლიან და შემდეგ უკვე სხვა პროფესიაზე ფიქრობენ. ეს რისი ბრალია თქვენი აზრით? კი ბატონო, ცხადია, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული რაოდენობა აბიტურიენტებისა არ არის მზად იმისათვის, რომ მომავალი პროფესია აირჩიოს, მაგრამ არსებობს გარკვეული პროცენტი აბიტურიენტებისა, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდათ. ყოველ შემთხვევაში მიმართულება მაინც ვიწრო სპეციალობა თუ არა. ასეთ შემთხვევაში მე პირადად ვფიქრობ, თავად უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა შეუწყონ მაქსიმალურად ხელი იმას, რომ თუ პირველ კურსზე, მეორე კურსზე სწავლისას უკაცრავად სტუდენტმა აღმოაჩინა, რომ მას სხვა ინტერესები აქვს, ეგრეთ წოდებული მობილობის პროგრამა, სტუდენტების მობილობის პროგრამა, მათთვის ძალიან ასე ვთქვათ გამოყენებადი უნდა იყოს, მოდით ესე ვთქვათ, მარტივად და შეეძლოს დაუშვათ ამ შემთხვევაში სპეციალობის შეცვლა. ისე პრინციპში თუ მე მკითხავთ ამ 7 წლის განმავლობაში, რაც თანახება მქონია აბიტურიენტებთან, მე პირადად ნამდვილად შემხვედრია გარკვეული რაოდენობა აბიტურიენტებისა, რომლებმაც იციან აი ის მიმართულება მაინც ზოგადად და მომავალი პროფესია, რომელიც მათ უნდათ აირჩიონ. გასაგებია, ქალბატონ მანანა, ჩვენ გარკვეულწილად ბატონ სერგო შეეხო კონკურენციის საკითხს. დღეს საქართველოში სტუდენტები რა კრიტერიუმებით ირჩევენ ძირითადად უნივერსიტეტს? თქვენ ამ ბაზარს ძალიან კარგად იცნობთ და თქვენ მინდა გითხოთ. იცით, კონკურენცია ორმაგია. ეს არ არის მარტო უნივერსიტეტებს, ესე იგი სტუდენტი რომ ირჩევს უნივერსიტეტს, ეს ფაქტია, რომ სტუდენტი ირჩევს უნივერსიტეტს, მაგრამ მეორე მხრივ ბუნებრივია უნივერსიტეტები რაში ეჯიბრებიან, რომ საუკეთესო სტუდენტი მიიღონ. სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ აი ეს მე ძალიან მინდა რომ აი მშობლებმა ამაზე გამახვილონ ყურადღება. სამწუხაროდ კარგი აბიტურიენტი, რომელზეც არის მოთხოვნა კარგ უნივერსიტეტებში, რომელზეც კარგი უნივერსიტეტები ერთმანეთს ეჯიბრებიან, არის ძალიან ცოტა. საქართველოში აბარებს დაახლოებით 36,000 აბიტურიენტი აი წელს რამდენადაც მე ვიცი, ეს დაახლოებითი მონაცემებით. აქედან უნდა გითხრათ, რომ ნამდვილად მომზადებული, აი მე უკვე ამდენი წლის გამოცდილებით შემიძლია ვთქვა იმ სტატისტიკით, რომელსაც ვამუშავებთ, უყურებთ სხვა უნივერსიტეტებში რა ხდება და ასე შემდგომ, რა თქმა უნდა, კარგ უნივერსიტეტებში.
შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად აბსოლუტურად მზად საუნივერსიტეტო სწავლისთვის აქედან არის 4000. და, კიდევ რო დაძლევს ამას არის 10. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ კარგი რამდენი უნივერსიტეტიც არის საქართველოში ზოგადად, ყველა ვეჯიბრებით აი ამ 4000 რომ წავართვათ ერთმანეთს, ზუსტად ეს 4000 და კიდე იმ 10000-ზე. ეხლა იმიტომ რომ ძალიან რთულია, იცით ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. ხანდახან არის აი თქვენ სვამთ კითხვას, რომ რამდენად შეიძლება ჩვენთან უნივერსიტეტში ახალგაზრდა მიიღოს კარგი განათლება. უნდა გითხრათ, რომ რამდენად უნდა ახალგაზრდას მიიღოს კარგი განათლება, რამდენად მშობელს ესმის, რომ უნდა მიიღოს ახალგაზრდამ კარგი განათლება. ეს საზოგადოებას რამდენად ესმის ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაბმული საკითხებია. იცით, აი მაგალითად, სულ რამდენიმე წლის უკან საქართველოში იყო ძალიან ბევრი უნივერსიტეტი. რატომ? იმიტომ რომ ზოგადად ჩვენი საზოგადოების და მშობლების მოთხოვნა იყო დიპლომზე და არა ცოდნაზე. რადგანაც ეს ეკონომიკის კანონი, ახლა აქ თავისუფალ უნივერსიტეტში მე ვიცი რომ ძალიან ძლიერია იგივე ეკონომიკა და ბიზნესი, ჩვენს უნივერსიტეტშიც კარგად და მე სწორია ისტორიკოსი ვარ, მაგრამ უკვე გამარკვიეს ამ საკითხებში. როგორიც არის მოთხოვნა, ისეთია მიწოდება. ეს არის უნივერსალური კანონი. საზოგადოება რასაც ითხოვს, იმას იღებს. რამდენიმე წლის უკან იყო მასიური მოთხოვნა დიპლომზე და იღებდნენ იმ დიპლომს, ასეთი აი ესე მასიური რაღაცა 300 უნივერსიტეტიდან. მაგრამ რაღაცა ძალიან მცირე ნაწილს საზოგადოების ხდებოდა რომ საჭიროა კარგი განათლება და ისინი ახერხებდნენ შვილების უცხოეთში გაგზავნას. საზოგადოებაში დღეს აშკარად შეცვლილია ეს სიტუაცია. მე რამდენიმე წელია უკვე ვაკვირდები, რომ ძალიან გაიზარდა მშობლების იმ ნაწილმა და საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც უნდა ნამდვილად კარგი განათლება. და რადგანაც ეს ნაწილი გაიზარდა, საზოგადოების ბუნებრივია გაიზარდა იმ უნივერსიტეტთა რიცხვი, რომლებიც აძლევენ ძალიან კარგ განათლებას. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული. მესმის, მე თორნიკას მინდა დაუსვა შეკითხვა, შემდეგ აუდიტორიას აქვს საშუალება, რომ ჩვენ სტუმრებს კითხოს ის, რაც მათ აინტერესებს. თორნიკე, საზღვარგარეთ მიიღეთ განათლება, თქვენი აზრით, საზღვარგარეთ განათლება მიღებულ ადამიანს სამსახურის შოვნის დროს დღეს შეუძლია აქ განათლება მიღებულმა ადამიანმა მას გაუწიოს კონკურენცია? ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში უნდა მივწეროთ ორ სხვა კუთხეს. კონკრეტულად რა სპეციალობას ეუფლება ესა თუ ის პიროვნება საზღვარგარეთ. თუ მაგალითად საზღვარგარეთ ეუფლები იურისპრუდენციას, ჩვენთან შესაძლებელია ცოტა უფრო სხვა კუთხით იყოს ამ კუთხით მოთხოვნა, იმიტომ რომ ჩვენთან კანონები ცოტა სხვა იყოს, ვიდრე დავუშვათ საზღვარგარეთ. მაგრამ ზოგიერთ სპეციალობაში, მაგალითად მე მაქვს გერმანიაში დამთავრებული მედია კომუნიკაციის სპეციალობა, მარკეტინგისა და PR-ის მიმართულებით, შესაბამისად აი ამ სფეროში მე ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ უფრო კარგი იყო იმ პერიოდში განათლების მიღება, როდესაც მე ეს მივიღე. გარდა ამისა, საზღვარგარეთ გერმანიაში მე მაქვს მიღებული არა მარტო საუნივერსიტეტო განათლება, არამედ პროფესიული განათლებაც, ტრენერის განათლება. მაგალითად, მე არ მეგულება საქართველოში არც ერთი უმაღლესი სასწავლი, არც ერთი პროფესიული განათლებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ტრენერობას ასწავლის ადამიანებს და სტუდენტებს თუ რა ვიცი. მე არ მეგულება ესეთი, თუნდაც არ ვიცი არსებობს თუ არა საქართველოში ისეთი ტიპის მეთოდისტები, რომელიც ასწავლიან როგორ დაიჭირო მარკერი ხელში, როდესაც ჯგუფის წინ დგეხარ, როდის უნდა შეაჯამო ტრენინგზე რაღაცა მონაკვეთი, თუ როგორ უნდა გააკეთო. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია გამოსავალ. რატომ ამაზე მოთხოვნა არ არის? უბრალოდ რაღაც ისტორიულად ალბათ ისე განვითარდა ამ ბოლო წლების განმავლობაში, რომ აი ამ ტიპის სპეციალობებს არ ზრდიდნენ ჩვენი უნივერსიტეტები. არსებობს მთელი რიგი სპეციალობებისას, აი კომერციულ სექტორში მუშაობთ, მაგალითად თბილისში ძალიან რთულია იშოვოთ თევზის გამწმენდი. ასეთი ვაკანსია გვაქვს თევზის გამწმენდი და ძალიან რთულია იშოვო პროფესიონალი თევზის გამწმენდი, რომელმაც იცის ეს პროფესია. ასეთი პროფესიის ადამიანს ვერ იშოვით. ანუ ძალიან რთულია იშოვით მხოლოდ თვითნაცავს. არის რაღაცა სპეციალობები, არის რაღაცა მიმართულებები, რომელიც საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული რაღაც კრიტერიუმების გამო, იმიტომ რომ საზღვარგარეთ უბრალოდ მინდა აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ აი ისევ მე ჩემი ეს წინა ის მინდა განვავითარო, რომ ზოგადად ისევ მოთხოვნა მიწოდების კანონთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ კი არა, ეს მოვა ჩვენი საზოგადოების განვითარებასთან. რატომ თევზის გაწმენდა ყველა სჭირდება? არა, აი იმ დონეზე არა, როგორც ჩანს, რა ის პროფესიული დონე, რომელიც თორე რომ ეს იყოს, იცით, ჩვენი რესტორნები უკვე დაიქირავებდნენ ტრენერს და გაწვრთნიდნენ თავიანთ თანამშრომლებს. მე ამ შემთხვევაში მინდა მარტივი მოვიყვანო, ძალიან მარტივი მაგალითი.
თქვენი ცით რამდენად საჭირო არის ნერსები საერთოდ დღევანდელ მსოფლიოში და ნუ ევროპაში და საერთოდ ძირითადი მედიცინა ნერსებს მიყავთ დღეს. ანუ არის ნერსების ესე იგი ეს ქართულად მედდა ვითომ მაგრამ თლათ მედდა არ არის ეს გარკვეულ ექიმის ვისაც ითავსებს და ზოგადად მიყავთ მთელი მედიცინა არის ნერსინგის ბაკალავრიატი არის მაგისტრატურა დოქტორანტურაც კი არის და ჩვენთან მაგალითად ამაზე მოთხოვნა საკმაოდ დაბალია რატომ იმიტომ რომ საზოგადოებას არის მის საზოგადოება აიგივებს ამას იმ ძველი ტიპის მედდასთან და ნუ ამაზე აქვთ ეხლა ჩვენ მაგალითად ბრწყინვალე ინგლისელებთან ერთად გავაკეთეთ ძალიან ცნობილ უნივერსიტეტთან ეხლა მე სამწუხაროდ მე არა ვარ ნერსინგის ჩვენი სკოლის წარმომადგენელი და ამაზე ასე ვერ ვიტყვი მაგრამ ვიცი რომ ამაზე დიდი გრანტი იქნა მოგებული გავაკეთეთ ბრწყინვალე პროგრამა გამოვაცხადეთ ბაკალავრიატი და მოვიდა ძალიან მცირე ანუ ესე იგი ჩვენ არ ვიცით ზუსტად კიდე რამდენი მოვა მაგრამ ზოგადად მოთხოვნა არ არის და სხვა უნივერსიტეტებზე სხვათა შორის უნდა გითხრათ რომ იგივე ნერსინგის პროგრამაზე არ არის მოთხოვნა ბავში არ მოდის და რატომ და არა და იცით ეხლა ამდენი ჰოსპიტალები გაიხსნა ყველგან ჭირდება ყველა იძახის მთელი სამედიცინო სფერო რო გჭირდება ნერსი არ არის გასაგებ ბატონ გახ არ მე რომ თქვენ შეიძლება ის რაღაც მეთქვა რომ ცხადია ეხლა ზოგადად კარგ უნივერსიტეტში შემოღებული განათლება კარგია მაგრამ არის ესეთი საკითხი მე ამას ხშირად ჩემს აი ბოლო წლების გამოცდილებაში რომ თუ ადამიანმა ბაკალავრიატის დონეზე მიიღო განათლება უცხოეთში მან ქართულად წერა არის ეს აბსოლუტურად არის ანუ ქართული ხა საკულტურო დონეზე მოდი შენ რაღაც დავზეთ ჩიკა მომაწოდე იცით ხადია მაგრამ წერა ჩვენ რამდენიმე საერთო ანუ მათი ძალიან განათლებული ხალხი ძალიან ჭკვიანი ხალხი მათი ფრაზა შედგება რაღაც ესეთი არეული ქართულ ინგლისური სიტყვებისგან გრამატიკულად absolუტურად სწორია ამავდროულად ხო და მე მაგალითად ახლა ხორშილება საქართველოში მაგალითად ქართული კანონები წეროს ხალხმა ეს ქართული არც ის გარდა ეს ახლა ჩვენ როგორც ავსტრიელები ან რაღაც ყოველთვის ხო ეს ენა ბევრგან არის სხვაგან და გვითარდება და გამოვიდა რომ ქართული და ჩვენს გარდა არავის არ აინტერესებს და რაღაცნაირად ამისთვისაც საჭირო ალბათ რომ საქართველოში ქართული ენაზე განათლება ბაკალავრის დონეზე არსებობს რომ და შემდეგ უკვე ისწავლო საზღვარგარეთ თუ ადამიანს უნდა რომ საქართველოში არ იცხოვროს მაშინ ჯობია რომ თავიდანვე წავიდეს პირდაპირ თუ ადამიანი აპირებს საქართველოში ცხოვრებას ცხადია მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო სოციალიზაცია არამედ ისიც რომ მან ქართულად წერა და ქართულად აზროვნება ისწავლოს რთულ საკითხებზე აზროვნება და რთულ საკითხებზე წერა ისწავლოს ქართულად ფილოსოფიურ საკითხებზე შეეძლოს ქართულად საუბარი უცხოეთში სწავლას აქვს არა მარტო ის პლუსი რომ ადამიანები სწავლობენ რაღაცა კონკრეტულ საგანს ადამიანები სწავლობენ სხვანაირ ცხოვრების წესს სხვა სოციალურ გარემოში ხვდებიან შესაბამისადაც აი ასეთნაირად უფრო ვითარდება ადამიანი იმიტომ რომ უფრო მეტ გამოცდილებას იღებს უბრალოდ მეგობრები ყავს უკვე ჩინელია, იტალიელია, ფრანგია თუ რა ვიცი, სხვა ქვეყნების და სხვა სოციალურ ვაკუუმში გიწევს ცხოვრება, რაც პიროვნებას ავითარებს. მე ბატონ სანდრო რაღაც თქმაქვს. ეს რეპლიკა რაც შეეხება ექთნების საერთო განათლებას საქართველოში, ანუ ნერსების ეგ აბსოლუტურად სწორია და მეთაყვები გავუტოვმა ანას, აქ პრობლემა არა მარტო ის რომ მოთხოვნა არ არის, მაგრამ მოთხოვნა რატო არ არის, ეგეც პრობლემა არის, იმიტომ რომ თავის დროზე საქართველოს უშვებდა კოლოსალური რაოდენობის ექიმს. და კორელაცია ექიმის რაოდენობის ექთანთან არის თითქმის მე თუ არ მეშლება რაღაც პერიოდი იყო 1:1-ზე, ანუ დედამიწაზე არსად ქვეყანაში, ნუ საბჭოთა კავშირი არ გულისხმობს, იმიტომ რომ მაგას ქვეყანად არ მივიჩნევდი არასდროს, ეგეთი სიტუაცია არ არსებობს. იქ არის დაახლოებით 12-1-ზე არიან მეტი კიდევაც ექთანი ექიმის შეფარდება, თანაფარდობა. და ესე ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ როგორც წესი, საბჭოთა პერიოდში და შემდგომ პოსტსაბჭოთა პერიოდში დღემდე იმ ფუნქციებს, ძირითად ფუნქციებს, რომელსაც ასრულებს ექიმი, ყოველ ცივილიზებულ ქვეყანაში 80% ფუნქციებს, რომელსაც ჩვენთან ასრულებს ექიმი, ასრულებს ექთანი. აი ესეც ეგეთი გასაგებია, ჩვენს აუდიტორიას აქ დარწმუნებული ვარ შეკითხვები. თხოვთ. ბატონო კახა, თქვენ ახსენეთ, რომ სასურველია სტუდენტმა ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, სანამ გადაწყვეტს სამაგისტრო განათლების მიღებას, მიიღოს სამუშაო გამოცდილება. მაშინ, როცა უკვე დიპლომირებული სპეციალისტი ეძებს სამსახურს, აუცილებელი მოთხოვნები არის პრაქტიკული გამოცდილება. თქვენი აზრით, თითოეულმა უნივერსიტეტმა აიღოს უნდა თუ არა ვალდებულება სტუდენტს მისცეს პრაქტიკული გამოცდილება? კი, ძალიან კარგი კითხვა. ჩემს აზრით ვალდებულება კი არის, უნდა იყოს კურიკულუმის ნაწილი, ანუ სასწავლო პროგრამის ნაწილი, რომელიც სტუდენტს აძლევს საშუალებას რეალური ცხოვრების ამოცანები გადაწყვეტოს. ეს დამოკიდებულია კიდე
ცხადია ის დარგზე სადაც ის მუშაობს, მაგრამ თუ ის არის ფიზიკოსი არც მე მუშაობა არ ჭირდება, ფიზიკოსმა ჯობია პირდაპირ გააგრძელოს სწავლა. დღეს ფიზიკოსების საპაროში ესეა მოწყობილი მთელ მსოფლიოში. მაგრამ თუ ის არის მაგალითად ბიზნესის განმართულებით ამთავრებს, ან სამართლის განმართულებით, ცხადია, მას უნდა ქონდეს პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება აუცილებლად. მეოთხე კურსზე, მესამე კურსზე და ესეც ხდება ხშირ შემთხვევაში და გარდა ამისა ცხადია, მან უნდა იცოდეს, უნდა ისწავლოს, რეგულარული ფორმით უნდა ისწავლოს, როგორ გადაწყვეტს რეალური ცხოვრების ამოცანები. ამისათვის ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, იგივე სამართალში, იგივე ბიზნესში, იგივე ზოგიერთ სხვა დარგში და აი ეს არის გზა, რომელთაც ის მიაღწევს იმას, რომ პრაქტიკული გამოცდილება ექნება. კიდევ აქ მინდა დავამატო, აბსოლუტურად გეთანხმებით, ვარნაგახა აქ ეს რა თქმა უნდა ეს არის ეხლა აქაც ვეთანხმები ბატონ გახას რომ არის დარგები რომელშიც ჯობია სტუდენტმა გააგრძელოს ეხლა არა მარტო ფიზიკა ეს არის თქვათ იგივე ისტორია რომ ავიღოთ ან ხელოვნებაცოდნე რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში ანთროპოლოგი მაგალითად ის არ არის ცუდი რომ გააგრძელოს შემდგომ მაგრამ როდესაც არის ესეთი პრაქტიკული სპეციალობები როგორც არის ბიზნესი იგივე სამართალი ავიღოთ პოლიტიკაც კი ასევე ჟურნალისტიკა და ასე შემდგომ პიარი და სხვა რა თქმა უნდა ახალგაზრდამ ძალიან სასარგებლოა რომ მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება, მაგრამ თქვენ აი შეკითხვაზე მინდა უპასუხო, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს კურიკულუმის ნაწილი, აი ჩვენთან მაგალითად საქართველოს უნივერსიტეტში ესეც არის. ყველა აბსოლუტურად ყველა მიმართულების სტუდენტს აქვს სტაჟირება და ეს არის ის იღებს შესაბამის კრედიტებს ამ მიმართულებით და ეს არის და მას აქვს უკვე პრაქტიკული გამოცდილება, მას უწერია მას რომ აქვს სტაჟირება გავლილი და შესაბამისად მისთვის უკვე სამსახურის დაწყება არანაირ პრობლემას აქვს. აი სტაჟირებას რა ფორმა აქვს ქალბატონ მანანა? თუ კი არის ჟურნალისტი, უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას რომ ის მოხდება ტელევიზიაში და გაივლის იქ სტაჟირებას თუ რა ფორმებია? ეხლა მე თქვენ გეტყვით, რადგანაც ეს არის კურიკულუმის ნაწილი და რადგანაც ეს არის კურიკულუმში, ბუნებრივია რომ უნივერსიტეტი იღებს ამის ვალდებულებას. იმიტომ რომ აბა ისე როგორ იქნება სტუდენტი ამით კრედიტებს იღებს და ეს შეფასებადია. რა თქმა უნდა ეს არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს ზუსტად რომელიღაც ტელეარხი, მაგრამ ეს არის სიმრავლე ტელეარხების, არის რადიო, არის სხვა მიმართულებები, სადაც შეიძლება ჟურნალისტმა გაიაროს სტაჟირება, გაზეთები, გამომცემლობები და ასე შემდგომ და ბუნებრივია ჩვენ გვაქვს ძალიან ანუ მედია საშუალებაში ჩვეულებრივად უნივერსიტეტ ამ შემთხვევაში მე მაგალითად შემიძლია გითხრათ აი როგორი გზით მუშაობთ ჩვენ ვაკეთებთ მემორანდუმებს შესაბამის დაწესებულებებთან და მასიურად ვაგზავნით ჩვენ სტუდენტებს სტაჟირებებზე ამ მემორანდუმის ფარგლებში. შემდგომ ხდება პროექტის დაცვა, აქ ხდება კონტროლი მათი სტაჟირების ბუნებრივია დასწრების მუშაობის, ისინი აძლევენ დახასიათებას როგორი მუშაობს, მე პროექტის დაცვა ხდება ზოგადად წარმოდგენა უნივერსიტეტში და ამაში ისინი იღებენ კრედიტებს. ბატონ სერგოს სურდა რაღაცის თქმა და შემდეგ კიდევ ერთი შეკითხვა დავაზუსტოთ. გამიმისა რომ მართლაც ესე იგი კურიკულუმში უნდა იყოს ესე იგი პრაქტიკული სამუშაო და ეს არის კიდევაც და მნიშვნელოვანია მართლა რომ ის დარგები რომელშიც შეიძლება მიიღოს უკეთესი პრაქტიკული გამოცდილება ამ ინსტიტუტთან ჩვენ ვაფორმებთ მართლა მემორანდუმებს და ამის საშუალება არის გარდა ამისა საერთოდ პრაქტიკული გამოცდილებასთან დაკავშირებით უნდა ვთქვა და საერთოდ მუშაობაში ჩართულობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია რომ დღეს სტუდენტს აქვს საშუალება ასე ვთქვათ მეორე სპეციალობების მიღებისა და ანუ ის გაცილებით უფრო ფართო უფრო მორგებული არის დღევანდელ სამყაროს ვიდრე თქვათ ადრე იყო ადრე რაღაც ერთ სპეციალობას იღებდა და იმ სპეციალობის მიხედვით მიდიოდა. ეხლა აქვს საშუალება რომ მას ჰქონდეს მეორე სპეციალობას და ამ სპეციალობის მიხედვითაც მუშაობს. მნიშვნელოვანია რომ მაგალითად ჩვენთან უნივერსიტეტში არის პროფესიული განათლების პროგრამებიც, რადგან საუბრობდა ბატონი თორნიკე და ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც სტუდენტი თქვათ ამ 4 წლის განმავლობაში მას უნდა მიეცეს საშუალება რომ ის შეიძლება იყოს დასაქმებულ პარალელურად იმუშაოს კიდევაც და ამის კულტურა სხვადასხვა არის წლითი-წლობით მატულობს თავად სტუდენტებში და ამის შესაძლებლობას აძლევს კიდევაც უნივერსიტეტები აძლევენ კიდევაც. მე მახსოვს, როდესაც პირველად მოვედი უნივერსიტეტში და ეს პრობლემები რო არის სტუდენტების თქვათ იგივე გადახდასთან დაკავშირებით ან ესეთი პრობლემები, პირველი რაც ჩვენ ვიფიქრეთ დასაქმების სამსახურის შექმნას, რომელიც თქვათ ეძებს ეს თქვათ არა მარტო უნივერსიტეტში რომ დასაქმნას სტუდენტები სხვადასხვა პოზიციებზე, სადაც შესაძლებელია ეს, არამედ თქვათ შესთავაზა მათ სხვადასხვა სამსახურები, ამაზე რასაკვირველია უნივერსიტეტებმა უნდა იზრუნონ. გასაგებია, ქალბატონო მაი, აი თუ
დავაკვირდებით ბოლო წლების ტენდენციას. მაგალითად, მე როდესაც ვაბარებდი უნივერსიტეტში, ყველაზე პოპულარული იყო ორი ფაკულტეტი, ჟურნალისტიკა და იურიდიული ფაკულტეტი და ძალიან დიდი კონკურსი იყო. აი დღეს ყველაზე ესეთი პროფესიები მოთხოვნადი, რომელია ყველაზე პოპულარული? პირველ წელს ნამდვილად ესე იყო, ჟურნალისტიკა იყო პირველ ადგილზე, მინდა გითხრათ. ეხლა ბევრია, ასე ვთქვათ, მიმართულება, რომელიც ძალიან მომხიბლავია ჩვენი აბიტურიენტებისთვის. ჟურნალისტიკა არ ხვდება ამ ჩამონათვალში, მინდა გითხრათ. ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, ბიზნესი, ეს ტრადიციულად უკვე მე-7 წელია, მე რასაც ასე ვთქვათ, სტატისტიკას ვსწავლობ, არის მართლაც სერიოზული კონკურსი, თუმცა ჰუმანიტარული მიმართულებები გამოიკვეთა მაგალითად წელს, სადაც ასევე დაფიქსირდა კონკურსი, სოციალური მეცნიერებები და რაც ყველაზე მთავარია, დრამატულად გაიზარდა იმ აბიტურიენტების რიცხვი, როცა კონკურსზე ვსაუბრობთ, მე ყოველთვის ვცდილობ პირველი არჩევანით ვისაუბრო, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით პირველ ადგილზე სწორედ იმ ფაკულტეტს და იმ უმაღლეს სასწავლებელს წერთ სარეგისტრაციო ფორმაში, სადაც მართლაც ყველაზე მეტად გვინდა სწავლის გაგრძელება. აი ამ პირველი არჩევანით თუ ვიმჟელებთ, მაგალითად ტექნიკურ უნივერსიტეტში გაჩნდა კონკურსი საინჟინრო მიმართულებებზე და მოგიხსენებათ, წინა წლებში თუ იყო კონკურსი უფრო სწორად ივსებოდა ადგილები ტექნიკურ უნივერსიტეტში, უფრო იმიტომ რომ ჰუმანიტარული ფაკულტეტი ქონდა ტექნიკურ უნივერსიტეტს გახსნილი. და ეხლა საინჟინრო მიმართულებებზე გაჩნდა სერიოზული ინტერესი. ნამდვილად არის ეს ციფრი ესე, 104%-ით გაიზარდა ნამდვილად რაოდენობა იმ აბიტურიენტებისა, რომლებმაც პირველ ნომრად შემოხაზეს საინჟინრო. რატომ? იმიტომ რომ ხედავენ უფრო მეტ პერსპექტივას დასაქმების. ერთ-ერთი მიზეზად სხვათა შორის დასახელდა ის, რომ შეიცვალა დაფინანსების წესი, ანუ თანადაფინანსების პრინციპი ვრცელდება ბევრ მიმართულებაზე და რაღაც კონკრეტულ მიმართულებებზე მხოლოდ 100%-იანი დაფინანსება, თუმცა მე პირადად ამას მთავარ მიზეზად არ დავასახელებდი ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის თუ რაიმე პერსპექტივას ვერ ხედავენ დასაქმების შემდგომ, მე არ ამგონია, რომ აი ესე მასიურად ირჩევდნენ მე აი ამ მიმართულებებს. მე პირადად მგონია, რომ საინჟინრო მიმართულებაზე, სამშენებლო მიმართულებები იქნება თუ სხვა, სწორედ დასაქმების პერსპექტივა დაინახეს ჩვენს ქვეყანაში და ამიტომ გაჩნდა ესეთი ინტერესი. მე ესე მგონია და ეს არის უფრო მეტად მიზეზი და არა ის, რომ დაუშვათ იქ 30%-იან გრანტს თუ ვერ მოვიპოვებ, ამიტომაც იურიდიულზე მესმის. კიდევ ერთი შეკითხვა დარბაზიდან. მარია მოშხნელი, ვახოსანაის რეპორტაჟის სახელმწიფო. ჩემი გადაცემის ასევე სტუდენტი, ორმაგი ფუნქციით ისარგებლეს. საუბრობდით წეღა, ნამდვილად მნიშვნელოვანია პრაქტიკის გავლა, აბსოლუტურად გეთანხმებით და ეს ჩემს აქციელზეც მეტყველებს, რომ პარალელურად ვმუშაობ, მაგრამ მაინტერესებს ხდება თუ არა ხელშეწყობა სტუდენტები როცა მუშაობენ, უნივერსიტეტი უქმნის თუ არა პრობლემას, თუ პირიქით ეხმარება, იმიტომ რომ მეც და ჩემს ძალიან ბევრ მეგობარს, რომელიც ასევე მუშაობს, ხშირად უწევს აი რაღაცების დათმობა და ვერ ახერხებს ესე წარმატებით დაამთავროს. აი შემიძლია განვავრცო მარიკას შეკითხვა, იმიტომ რომ ის მუშაობს ჩემს გადაცემაში და როდესაც გადაღებაა დაგეგმილი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიზამ ისე რომ გაუშვა ლექციაზე და არ გაუშვა გადაღებაზე. მე ვიცავ ჩემს ინტერესს ამ შემთხვევაში. აი მარიკას აინტერესებს მე როგორც მithქვი, რამდენად უწყობს ამას ხელს უნივერსიტეტი. ახსენა რომ სოციალურ მუშაკებზე არის მოთხოვნა და მესამე-მეოთხე კურსზე მუშაობენ სტუდენტებიო და აი ამ შემთხვევაში ექნება თუ არა პრობლემები, აი თქვენთან თუნდაც როგორ არის? თქვენ თვითონ განსაზღვროთ რა არის თქვენთვის დღეს პრიორიტეტი, მუშაობა თუ სწავლა. ის რომ უნივერსიტეტი თავისთავად ძალიან მოხარულია იმაში, რომ თქვენ მუშაობთ და პრაქტიკულ განყოფილებას გებულობთ, თავისთავად ძალიან კარგია, მაგრამ ეს ჩემის არის და არ ნახდებოდა სწავლის ხარჯზე. მეტყვი სხვადასხვა ფუნქცია აქვს ორივე საქმიანობას, ასე თქვა თქვენთვის და ორივე მნიშვნელოვანია ერთნაირად. იმდენად რამდენადაც ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად იყოს ჩვენი სტუდენტი პრაქტიკულად დასაქმებული და თქვა ბოლო კურსებზე, დამამთავრებელ კურსებზე კონდეს პრაქტიკული გამოცდილება მიღებული, ეს არ ნახდებოდეს იმ დროს, როცა უნივერსიტეტში არის ლექციები. ხა რაც ხდება, რაც არის კიდევ მნიშვნელოვანი, ისო შეიცვალა ის სისტემა, რომელიც არსებობდა ჩვენთან და საკმაოდ დიდი არჩევანია დროის კუთხით, როდის შეიძლება აირჩიო ლექცია, ხომ მე ვთქვი და ამ თქვენ კონკრეტულ შემთხვევაზე ვისაუბრო ხა, მაგრამ
გასაგებია რომ ყველგან შეიძლება რაღაცა გარკვეული ასე ვთქვათ დათმობა იყოს, მაგრამ არა თქო ტოტალური ასე ვთქვათ. მაშინ აზრი არ იქნებოდა ბოლო კურსზე სწავლას და იქ ყველა არა, გასაგებია აბსოლუტურად. მაგრამ მე სხვა ხა მაგალითად იგივე სოციალური მუშაკები რომლებიც არიან, ხო ესენი მუშაობენ გარკვეულწილად სწავლობენ. თავისთავად ეს არის ისევე როგორც რაც შეეხება ჟურნალისტიკას, რომელიც ჩვენთან ძალიან მრავალრიცხოვანია ამ მიმართულებაზე მოსულნე და ასევე ვინც სწავლობს. ჩვენ პირდაპირ შემიძლია თქვა, ჩვენ თუ ძალიან რთული იქნება, რომ ყველა თითოეული სტუდენტი ყველა კურსზე იყოს დასაქმებული სადღაც და პრაქტიკულ გამოცდილებას ღებულობდეს, ამიტომ ჩვენ ცოტა სხვა გზით წავედით ამ შემთხვევაში და დავიწყეთ აწყობა თვითონ უნივერსიტეტის ინტერნეტ ტელევიზიის, რომელიც ჩვენ გვინდა რომ იყოს თქო რაღაც პრაქტიკული გამოცდილების გაკეთდეს სიუჟეტი, აეწყოს ეს ყველაფერი. უკვე დაამტკიცა ეს აკადემიურმა საბჭომ და სექტემბრიდან დაიწყოს ამუშავდება. ანუ გარდა თქვა იმისა, რომ მიიღოს არსებულ არხებში, რომელიც მართალია ბევრია, მაგრამ არასაკმარისია იმ კუთხით, რომ ყველას მოთხოვნა დააკმაყოფილოს, უკვე პრაქტიკული გამოცდილების მიღება ამ მხრივადაც შეიძლება, ანუ თვითონ უნივერსიტეტის პარალელში. გასაგებია თვითონ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში განსაკუთრებით, რომ სტუდენტმა ისწავლოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. ხო, მაგალითად ჩვენ საერთოდ მშობლებს ვცდილობთ არჩევით სტუდენტების საქმეებში. და ამ შენობაში მშობლები არ მოდიან არასდროს. რა შეხვედრას მასთან არ ვატარებთ. რატომ? იმიტომ რომ ცუდი რაღაც უნდა თავიანთი შვილებისათვის, არა? იმიტომ რომ ახალგაზრდამ 18 წლის ახალგაზრდას რომელიც ჩვენთან მოდის, აქვს ცოლის მოყვანისგან გათხოვების უფლება. ჯარში მსახურობა შეუძლია დაიცვას სამშობლოდ ახლა. როგორ უნდა ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება და უფლება რომ გადაწყვეტოს თვითონ რა უნდა ამ ცხოვრებაში, ხო? თუ კაც შეუძლია თოფიძისა და წავიდეს ჯარში და დაიცვას სამშობლოდ რაღაცა მოკლას, მას შეიძლება რომ გადაწყვეტოს როდის უნდა წავიდეს სასწავლებლად, როდის უნდა წავიდეს სამუშაოდ, როდის უნდა გადაწყვეტოს, როდის უნდა გავხსნას ეს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა გვეღონოს რომ უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც ადამიანი იღებს ცოდნას. ეს არის არასწორი შეხედულება. ადამიანი იღებს ცოდნას და ხდება მისი აღზრდა. აღზრდა სხვა საკითხია, ცოდნა სხვა საკითხია. ნუ ამაზე ქართულ პოეტებს ბევრი კარგი დაუწერიათ, ვთქვათ, ციტირებით თამსაც შეგაწევთ. ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის აღზრდა ხდებოდეს, დამოუკიდებელი აზროვნების, დამოუკიდებელი მოქმედებების უნარის ჩამოყალიბება ხდებოდეს, თორე გვეყოლება იმ სიტუაცია, როცა ალბათ ბევრ დღეს უნახია, რომ ვაიმე რა ვქნა, დავდივარ ბაღანას ვებუშორი სამუშაო ადგილზე. რა ხლისა ბაღანა 43 წელი. ეს არ უნდა ხდებოდეს. ის ბაღანა, იმიტომ ბაღანა, ვთქვათ, ასეთ გარემოში მოქცეული, რომ ყოველთვის მისთვის რაღაც საკეთებია. ეს არის დავშვა და მეორე შეხება ჟურნალისტიკას, მინდა გითხრათ, რომ ზოგადად რამდენიც მარტო მე ესე არ ვფიქრობ, რომ აქ შეიძლება ალბათ ბატონის რევოლუციის როლი. ჟურნალისტიკა ბაკალავრიატის საქმე საერთოდ არ არის. ბაკალავრიატის დონეზე ვისაც უნდა შემდგომ ჟურნალისტიკა უნდა სწავლობდეს რაღაც უფრო ფუნდამენტალურს, სოციალურ მეცნიერებებს, ეკონომიკას, თუნდაც ბიზნესს, თუნდაც ფიზიკას და შემდეგ უნდა ხდებოდეს მისი სპეციალიზაცია უკვე მაგისტრატურის დონეზე, როგორც ჟურნალისტის, რომელიც აი ამ თემებში ძალიან კარგი ხდება გარკვეული. ეს მოდელი არსებობს მსოფლიოში, ამერიკაში მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტში არის ბაკალავრიატი ჟურნალისტიკის, ძირითადად არის მაგისტრატურა. ასე რომ ესეც ვთქვათ, როგორც შეკითხვა. მოგესალმებით, საუბარში წამოიჭრა თემა, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და პრობლემა. ეს არის, როდესაც ადამიანს აბიტურიენტი არ არის დაწუნებული თავის არჩევანში და არ იცის ზუსტად რა პროფესია უნდა. თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს, ანუ 3დღიანი გაცნობითი პროგრამები იყო ამ წელს, წინა წელს 2დღიანი გაცნობითი პროგრამები. და ეს აძლევს ადამიანს საშუალებას ბავშვს, რომელიც მოდის აბიტურიენტს, რომელიც აბარებს უნივერსიტეტში, გააწყვეტს რა პროფესია უნდა. თუ ის შეცდომით აკეთებს არჩევანს, ამას ძალიან დიდი პრობლემები მოყვება. ეს პირველ რიგში ის არის, რომ უბრალო იმედგაცრუება და ამას მოყვება ან უმოტივაციოდ სწავლა და შესაბამისად პროფესიონალს ვერ ვიღებთ და მეორე უბრალოდ დაანებებს თავს სწავლას. ამიტომ მაქვს ეგეთი შეკითხვა, აი თავისუფალმა უნივერსიტეტმა, რაც გაიცით პრაქტიკას ატარებს. არის რა თქმა უნდა შეცდომები, არის რაღაც პლუსები და ასე შემდეგ. უნდა დაინერგოს თუ არა და თუ უნდა დაინერგოს პრაქტიკას უნივერსიტეტში როგორ?
ვისთან გაქვთ? კარგით, ბატონი სერგო უპასუხებს. უნივერსიტეტთან ხონა. არა, ჩვენ მაგალითი გამოვიდა. მაგალითად გამოგვიწერა ამ შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ საერთოდ როცა ლაპარაკობენ, რომ 16 წლის ასაკში ვიღაცას არ აქვს ჩამოყალიბებული არჩევანი, ხშირ შემთხვევაში ლაპარაკობენ როგორც ნეგატიურ რაღაცაზე. ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს ნეგატიური არის და რიგ შემთხვევაში შეიძლება ეს ცუდი არ არის, მაგრამ არც ნეგატიურია, იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში არიან ახალგაზრდები, რომელსაც აქვს ფართო, ასე ვთქვათ, ფართო ინტერესები. ფართო ინტერესები 16 წლის ასაკში არ არის ცუდი, ასე რომ 16 წლის ასაკში თუ არა გაქვთ თქვენ ჩამოყალიბებული ზუსტად რა გინდათ, ეს ცუდი არ არის. აი ეს შეიძლება კარგიც იყოს, თქვენ გაქვთ ფართო ინტერესები და უნივერსიტეტი უნდა უწყობდეს ხელს ამ ფართო ინტერესების თანდათან ჩამოყალიბებას. საერთოდ არჩევანი გულისხმობს ცოდნას. 16 წლის ასაკში ნაკლებია ცოდნა იმისა თუ რა განსხვავება მაგალითად ფსიქოლოგიას, სოციოლოგიას, ფილოსოფიას და რიგ მეცნიერებს შორის. ან იგივე მათემატიკას, ასტრონომიას, ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ხო? შეიძლება ვთქვათ, გეგონოს რომ ფიზიკა მოგწევს და შენ დაინტერესდე და მათემატიკას გაყვე. ამ პირიქით, სხვათა შორის. ამიტომ ეს ცუდი არ არის და მნიშვნელოვანია რომ არჩევანი თანდათანობით ყალიბდებოდეს. საერთოდ მაგალითად ჩვენთან ფაკულტეტი არის და საერთოდ ჩვენი უნივერსიტეტის ასე ვთქვათ სტრატეგია არის რომ არჩევანი რაც შეიძლება ასე ვთქვათ შესაძლებლობა იყოს რომ ჩამოყალიბდეს ნელა და თანდათანობით და მიიღოთ ცოდნა და იმასთან ამითი გააკეთოთ არჩევანი და არა პირიქით. და ჩვენ მაგალითად არის ფაკულტეტი, სადაც თქვენ შემოდიხართ როგორც პიროვნებები, რომელსაც გაქვს შესაძლებლობა აირჩიოთ როგორც ფიზიკა, ისე თქვათ, არ ვიცი, ბიოლოგია ან სოციალური მეცნიერებები და თანდათანობით ჩამოაყალიბოთ არჩევანი. პირველ წელს საერთოდ არის ესეთი რამოდენიმე კურსი, რომელიც გეხმარებათ თქვენ არჩევანის ჩამოყალიბებაში, მაგალითად შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, რომელიც კურსში შედის დაწყებული თქვათ ფილოსოფოსებიდან, სოციალური მეცნიერების, ასე თქვათ, მეცნიერების, თქვათ, დიდ წარმომადგენლებს, ვინც აყალიბებდა ამ თანამედროვე სამყაროს, ისინი რო გაიცნოთ და დამთავრებული დარვინი და მეორე როდესაც ვლაპარაკობდით, თქვათ, აი დასაქმებაზე და პირველ არჩევანზე იყო საუბარი, ამ ბოლო წლებმა მეორე სპეციალობის გაჩენამ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ორი მიმართულებით. პირიქით, პირველი ეს არის იმაში, რომ მაგალითად რამოდენიმე წლის წინ, მაგალითად მათემატიკას ან ფუნდამენტალურ მეცნიერებას ან ფიზიკას ან იგივე ფილოსოფიას ძალიან ცოტა ადამიანი ირჩევდა, იმიტომ რომ პირველი არჩევანი უნდა გაეკეთებინა და მორჩა. ეხლა როდესაც არის მეორე არჩევანის საშუალება, მაგალითად 700-მა კაცმა აირჩია ჩვენ უნივერსიტეტში მათემატიკა. იმიტომ რომ ვიღაცებმა აირჩიეს ბიზნესი და მეორე იმათ აირჩიეს მათემატიკა და ეს მნიშვნელოვანია პირველი იმით, რომ ამ ფუნდამენტალურ მეცნიერებებში ხდება გარკვეული განვითარება და უკვე ბევრი ადამიანი ირჩევს და მეორე არის, ვინც მიდის იმ კუთხით, რომ ბიზნეს ან სხვა პრაქტიკულ მეცნიერებს, იმათი განათლება არის უფრო ფართო და უფრო საინტერესო რაღაცების გაკეთება შეიძლება. დასაგებია, ბატონ სანდროსურს რაღაცის თქმა შემდეგ შეკითხვა თუ არის და ძალიან კაი კითხვა იყო, სწორი კითხვა იყო, უბრალოდ ერთი რაღაც ეს ნიუანსი მინდა შევიტანო, საერთოდ აი ეს ნეგატიური მხარეები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ან არაპროფესიონალი, ან დაანება სწავლას თავი, ეს როგორც წესი არჩევანის, როცა არჩევანის გაკეთება ხდება და ეს ბატონი კახის ბატონის იყო ზეწოლის შედეგად და ზეწოლა ამ შემთხვევაში მაინც და მაინც თქვა და შეიძლება მოდიოდეს უარყოფით ცუდი ადამიანისგან, ხო შეიძლება საკუთარი მშობლები იყოს, რომლებიც ყოველ როგორც წესი ჩვენს რეალობაში განსაზღვრავდნენ ჩვენს მომავალს. ჩემ შემთხვევაში იყო ამ მცდელობა, მაგრამ თქვა ჩავარდა ეს მცდელობა და იქიმი არ გამოვედი, იმიტომ რომ ეს იქიმობა უნდოდა ჩემი, მაგრამ ასე იყო. ამიტომ ხდებოდა როგორც წესი ეს პროფესია, რომელიც თქვა იყო მოხვეულია მართლა ჩვენ მეცნიერებს მამებსა და ასაკის ადამიანზე, მე არჩევნის შემდგომ უკვე ანა პროფესიასთან არანაირი კავშირი არ ქონდა, სიყვარული არ ქონდა, ინტერესი არ ქონდა და აღარ ვითარდებოდა ამ მართლობრივად. დღეს ეს პრობლემა მოხსნა და კიდევ ერთ დავამატებდი ბატონი სერგოს დათქვამს, რომ ის რომ თქვა და მეორე არ არის აუცილებელი რომ არჩევანი გააკეთოთ 17 წლის ასაკში. ამას არავინ არ ითხოვს. უბრალოდ სკოლის ფუნქციას, ეხლა ასე დიდი თემა არის, სკოლის თუ კი ჩვენ ვქნება საგანმანათლებლო სისტემა, სადაც საშუალო სკოლას იძლევა, საშუალო სკოლა იძლევა იმ დონის განათლებას, შენ შეგვიძლია დამოუკიდებლად, იმიტომ რომ უმაღლესი განათლება არის შემდეგი საფეხური რაღაცისკენ. თუმცა სკოლის დონის განათლება უნდა გაძლევდეს საშუალებას იმისა, რომ იცხოვრო. აძლევს დღეს სკოლის დონის განათლება იმის საშუალებას, რომ შემდეგ ჩვენთან ის და შეიძლება ამ წუთში აძლევდეს, მაგრამ ეს ზეწოლა თუ რა ქვია ამას, ეს სიმძიმე იმისა, რომ აუცილებლად უნდა ჩააბარო, როგორც კი დაამთავრებ სკოლას, ისევე როგორც ბავშვი უნდა გააჩინო იმ
9 თვეში ზუსტად ხელის მოწერიდან. ხო, ეს არის საზოგადოების რაღაცა კომპლექსი, რომელიც აი ამ არასწორ არჩევანს აკეთებს ადამიანს. არაერთი პრობლემა ჩემო შუმა მაგალითად რომ დაждდეს სკოლის დამთავრების მერე 1 წელი ან 2 წელი რაღაც სხვა აკეთოს და არ გააგრძელოს ესა რა ქვია სწავლა უმაღლესში ხო? მე ამითი რაღაცა კომპლექსი მე არ ვიცი რა სტატისტიკა არსებობს ამის, მაგრამ მე როგორც ვხედავ, როგორც ჟურნალისტი, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ვინც სკოლას ამთავრებს, იმ წუთასვე ფიქრობს იმაზე, რომ იმავე წელს ჩააბაროს. ასე ალბათ ხო დაღდასული მიმოთავრება. 99% აბიტურიენტებისა არიან სკოლა დამთავრებულები და ეს ნამდვილად ვეთანხმები ბატონ სანდროს. აუცილებლობაა თითქოს ჩვენთან საზოგადოებაში სკოლის დამთავრებისთანავე უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარო და წესით მე მგონი სკოლა სხვა მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არა უმაღლეს სასწავლებლისთვის მომზადებას მხოლოდ. ეს არ არის სკოლის ფუნქცია ნამდვილად. ეს მე მინდა დავამატო რამდენიმე ასპექტით მიმართულებით, რომ ჯერ ერთი აღნიშნო, რომ რა თქმა უნდა ჩვენი ახალგაზრდები ახლა რომ ამთავრებენ სკოლას უკვე არიან 18 წლისანი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ხოთაშორის ბევრი იძახდა, რომ აი მე-12 კლასი რად გვინდა, მაგრამ იცით თუ ჩვენ ვთვლით საზოგადოებაში და ასეთი კანონები გვაქვს, 18 წლის ახალგაზრდა არის უკვე ესე იგი ზრდასრული, მაშინ ზუსტადაც უნივერსიტეტში რა თქმა უნდა მოვიდეს ზრდასრული. მიუხედავად იმისა, რომ ესენი 18 წლის არიან და ზრდასრული, მაინც მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა შეიძლება მათ არ კონდეთ ზუსტი წარმოდგენა რა უნდათ. და რა თქმა უნდა მე ვეთანხმები, რომ ყველა უნივერსიტეტი დღეს ისეთ პროგრამებს თავაზობს, ისეთი შესავალი კურსებია პირველ კურსზე, რომელიც აძლევს სტუდენტებს კიდე პირველი კურსის განმავლობაში გაერკვენ რა უნდათ და შემდგომ ორგანიზირდნენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მე ამ ხრივ მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ სტუდენტი მიეჩვიოს უკვე ახალგაზრდა აბიტურიენტი თუნდაც ბოლო კლასებში უკვე მიეჩვიოს დამოუკიდებელ აზროვნებას. ყველა გადაწყვეტილება თქვენ სკოლის დამთავრების შემდეგ უნდა მიიღოთ რა თქმა უნდა დამოუკიდებლად. და ნუ უნდა აწონდაწონოთ. აი ხა თუნდაც მანამდე იყო საუბარი იგივე სამუშაოსთან დაკავშირებით, როდესაც აი ვერ ათავსებთ სწავლას ასე შემდგომ. ეხლა ჩემთან მოსულან ხანდახან ახალგაზრდები ძალიან კარგია საქართველოში, მოგიხსენება დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს და ძალიან კარგია, როდესაც ბევრი ახალგაზრდა არის ორსულად მე მივესალმები, მე თვითონ მყავს 3 შვილი და მინდა რომ არავინ არ გააჩინოს ნაკლები, მაგრამ ხო უნდა დავგეგმოთ. თუ აპირებთ მაგალითად იმ დროს შვილის გაჩენას, მაშინ აკადემიური ავიღოთ ის წელი და შემდეგ ვისწავლოთ. იმიტომ რომ თქვენ ხო ხვდებით, რომ ახლა მუშაობაში ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავწერთ ნიშანს საგანში, რომელშიც ჩამორჩებით. ისევე როგორც ახლა ორსულობაშიც ვერ დაიწერება ნიშანი, ანუ სწავლა და ცოდნა ეს არის სხვა რამ და მე მინდა სწორედ აი ეს უთხრა ახალგაზრდებს, ყოველ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად დაგეგმონ თავისი ცხოვრება. მე მაქვს დარბაზთან შეკითხვა. თქვენ რა კრიტერიუმებით ირჩევთ უმაღლეს სასწავლებელს, ან უკვე აირჩიეთ უმაღლეს სასწავლებელს? აი თუ შეიძლება უკან გადააწოდოთ. მე ავირჩიე თავისუფალი უნივერსიტეტი პირადად, იმიტომ რომ ჯერ თავიდან გავეცანი რა თქმა უნდა ყოველ უნივერსიტეტის შემოთავაზებას და იქიდან გამომდინარე თავისუფალმა უნივერსიტეტმა ყველაზე მეტად დამოკმაყოფილა რა კრიტერიუმები ამას ჩამოვთვლი ალბათ, იმიტომ რომ პირველ რიგში ის რომ სახელმწიფო აი როდესაც გაგიჩნდა შეკითხვა დაამთავრე სკოლა და გაგიჩნდა შეკითხვა სად ჩავაბარო? ცოტა მანამდე გამიჩნდა შეკითხვა, და ხო ეგ იყო ჩემთვის ალბათ ერთი პლუსი. იმიტომ რომ უფრო მალე გადავწყვიტე შესაბამისად. იმიტომ რომ მე გავიკითხე, ანუ თან ვიყავით აუდიოდი ამ გაცნობით ტურებზეც გამოვიყენე ეს შესაძლებლობა და საჯარო ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტში იმიტომ არ მინდოდა პირველ რიგში ჩაბარება, რომ ჯერ ერთი აუდიტორიებში ძალიან ბევრი ხალხია და მე ვთვლი რომ ეს არ არის დაუშვით არ მომცემს იმის საშუალებას რომ თავისუფლად წამოვიღო იქიდან მაქსიმალური რაც შემიძლია რომ წამოვიღო. მე მეორე თავისუფალ უნივერსიტეტში კიდე ვიცი რომ ზუსტად ანუ უზრუნველყოფს უნივერსიტეტი დამთავრების შემდეგ წარმატებული სტუდენტების დასაქმებას. ანუ დასაქმებაც ერთ-ერთი კი, ერთ-ერთი მთავარი კარგი, სხვა უმაღლეს სასწავლებლებიდანაც არიან. თუ შეიძლება მიაწოდეთ მიკროფონი შემდეგ. მე ავირჩიე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ძალიან კარგი. ანუ ეს თავიდან ალბათ ესე რომ დამამთავრე არ ყოფილა ეგრევე რომ აი მე დღეს ჯავახიშვილს ჩავაბარებ თქო, ბოლოდ ეს იყო ალბათ ჩემი ძალიან დიდი ბავშვობის ოსტემოთ შეიძლება ძალიან უაზროდ ჟღერს, მაგრამ ანუ ბავშვობიდან ძალიან მინდოდა რომ აი იმ შენობაში მე სწავლა. ანუ ეს იყო ალბათ თქვენ შენობაზე ფიქრობდით თუ პროფესიაზე? ანუ თავიდან ეს იყო დასაწყისი იმისა, რომ იმაზე ვფიქრობდი რომ ჯავახიშვილს ჩამებარებინა, მაგრამ უკვე როცა მივიდა საკითხი უფრო სერიოზულზე, ანუ რა მინდოდა შემდეგ მომავალში, ანუ რას მომცემდა უნივერსიტეტი,
ჩემი ძალიან ბევრი საქართველოს ძალიან პატარაა და ყველას იცნობს და ყველას რო სწავლობს და რო იცი რა ხდება უნივერსიტეტში. როცა გაიკითხავ და იკითხავ როგორ სწავლობ, რა ხდება, როგორი არის სისტემა, როგორ გასწავლენ, კმაყოფილი ხარ თუ არა. ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება და პირველი ჩავწერე ჯავახიშვილი. პირველი 3 ჩავწერე და აქედან გამომდინარე მოვხვდი იქაც და ჩემი არჩევანი ესეთი იყო. კარგი, გასაგებია. სხვებს თუ გსურთ აი აქეთ თუ შეიძლება. მოგესალმებით, მე ვარ TSU სტუდენტი, პირველ კურსელი. მე ჩავაბარე სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთოდ სოციალური მეცნიერები ძალიან მაინტერესებდა და უმთავრესი ის იყო, რომ ეს დარგები ახლა ვითარდება, ანუ არ ყოფილა აქამდე დავუშვათ როგორც ფიზიკა, მათემატიკა და ასე შემდეგ და მაინც საინტერესოა თითქოს ასე შენ თანადროული იყო ასე ვთქვათ ამ განვითარების. და უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო ურთიერთობები ავირჩე, იმიტომ რომ მაინტერესებდა ეს საქმე და მე მგონი მე რომ მე 9 კლასიდან უკვე გადაწყვეტილი მქონდა და TSU, იმიტომ რომ არ ვიცი, მაინც ეს პრიორიტეტი პირველი არ არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნივერსიტეტია, მაგრამ ყავდა რამოდენიმე მეგობარი, რომლებიც ასე ვთქვათ, იცნობდნენ აქ სიტუაციას, თუნდაც იმ მიმართულებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ პრობლემები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ვთვლი რომ ეს დღეს არის ერთ-ერთი ოპტიმალური ვარიანტი. გასაგებია, აქ მიაწოდეთ თუ შეიძლება. ნუ მე ჩემი არჩევანი 4 წლის წინ გავაკეთე, მე უკვე დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტი და ძალიან კმაყოფილი ვარ, ასე ვთქვათ, ჩემი შედეგით. შესაბამისად, ანუ ჩემ არჩევანზე გავლენა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეც გამოვიკითხე სხვა სტუდენტებით, რომ ვთქვათ, რა ხდება, რომელი უნივერსიტეტი ავირჩიო, სად როგორი სიტუაცია. ჩემ არჩევანზე გავლენა პირველ რიგში იმ ადამიანებმა მოახდინეს, ვინც უკვე სწავლობდნენ საქართველოს უნივერსიტეტში, ვისთანაც შეხება მქონდა. ინფორმაციას მათგანი. კი, რა თქმა უნდა, და ვისთანაც არა მარტო სწავლობდნენ, არამედ ასწავლიდნენ კიდევაც, ოღონდ არა ბიზნესის განხრით, რაზეც მე ჩავაბარე. შესაბამისად, მე ერთ რაღაცას დავამატებ საქართველოს უნივერსიტეტზე, რომ მე განსაზღვრული მქონდა დავემთავრებინა მენეჯმენტი, მაგრამ დავამთავრე მარკეტინგი. იმიტომ რომ, ანუ თუნდაც ჩემი სკოლის დირექტორი, თუნდაც ლექტორები, ანუ ყველანი ძალიან გეხმარებიან. გაძლევენ რჩევებს და შესაბამისად მარტივი გახდა ჩემთვის ამ უნივერსიტეტში მის არჩევა, თუ რა მინდა მე კონკრეტულად და როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩემი კარიერა და ჩემი ცხოვრება, ასე რომ მადლობელი ვარ. გასაგებია, მე მინდა დასასრულისკენ მიდის ჩვენი საუბარი და მე მინდა თქვენ უთხრათ სტუდენტებს, რომლებიც გვიყურებენ განსაკუთრებით ტელევიზორით, რის მიხედვით უნდა აირჩიონ უმაღლესი სასწავლებელი, რა უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმები, მოდით თორნიკე დავიწყოთ თქვენგან და შემდეგ თან. მე პირველ რიგში ვურჩევდი ყველა სტუდენტს დაგეგმოს თავისი ცხოვრება. თუნდაც 17 წლის თუ 18 წლის როა ჩააბარებს თუ იყოს სადმე ერთი წელი მოხალისეთ, იმიტომ რომ აი ამ ერთ წელში სადაც სანამ ის ჩააბარებს და მოხალისე იქნება, უფრო ბევრ რაღაცას ისწავლის, ვიდრე პირველ კურსზე და უფრო ჩამოყალიბდება რა უნდა. მას შემდეგ რაც გაარკვევს სტუდენტობის დროს, შემდგომში CV სულ ცარიელი რო არ ქონდეს, ყველა სტუდენტურ ორგანიზაციაში ცადოს ბედი და იაქტიუროს, იყოს მოხალისე სხვა ორგანიზაციაში, გაიაროს ყველგან სტაჟირება, დაესწროს სხვა ტრენინგებს, ძალიან მომრავლდა ეს ტრენინგები და თითქმის ყველგან არის უკვე და ძალიან ბევრი სტუდენტური ორგანიზაციები აკეთებენ ხოლმე სხვა ღონისძიებებს ჩაერთოს მაქსიმალურად. შემდეგში მე ყველას ურჩევდი, რომ ბაკალავრის ბატონი კახას მოდელს ყველას ურჩევდი, რომ დაამთავროს საქართველოს უნივერსიტეტი და აუცილებლად წავიდეს საზღვარგარეთ, იმიტომ რომ საზღვარგარეთ არა მარტო რაღაცა კონკრეტულ მიმართულებას და საგანსწავლებლად, იქ ცხოვრებასაც სწავლობ და დამოუკიდებლობას სწავლობ, რაც ბატონმა კახამ თქვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიიღო დამოუკიდებლად გადაწყვეტილება, როცა შენ მარტო ცხოვრობ საზღვარგარეთ. ყველასაგან დამოუკიდებლად არც დედა გყავს იქ, არც მამა, არც ბები, არც ბაბუა, შენ თვითონ გეგმავ არა მარტო იმას, როგორ ისწავლო, რა ისწავლო, არამედ შენ გეგმავ შენ ცხოვრებასაც, როდის წახვიდე სუპერმარკეტში და იყიდო რაღაცა, როდის წახვიდე ბიბლიოთეკაში და ცხოვრებას გეგმავ და უფრო დაკვირვებული და უფრო დაგეგმილი ადამიანი ხდები, ასე რომ ურჩევდი ყველას, რომ ძალიან აქტიურად იცხოვრონ და არ ქონდეთ არავის იმედი. გასაგებია, ქალბატონ მან. აქ კითხვა არის, რომელი უნივერსიტეტი აირჩიო რა? კრიტერიუმები ზოგადი, რის მიხედვით უნდა შეაფასონ უნივერსიტეტი? ანუ რა კრიტერიუმებით უნდა აირჩიონ, რა თქმა უნდა. ნუ ამ შემთხვევაში მე უპირველეს ყოვლისა ურჩევ, რომ თავისი, ესე იგი, უპირველეს ყოვლისა გაკეთონ არჩევანი, სად მიიღებენ უკეთეს ცოდნას. შემდგომ ეს ცოდნის მიღება ბევრ ამეზეა დამოკიდებული და სადაც სხვათა შორის ყოველთვის არ არის, შეიძლება რამდენიმე უნივერსიტეტში თანაბრად კარგი პროფესორა ასწავლიდეს, მაგრამ თუ არ არის გარკვეული დისციპლინა, თუ არ არის სისტემურობა, მაშინ შეიძლება ახალგაზრდა მის ცოდნა ვერ მიიღოს, რაც სასურველია. აუცილებლად მიაქციოს ყურადღება საბიბლიოთეკო შესაძლებლობებს უნივერსიტეტის, აუცილებლად მიაქციოს ყურადღება სტაჟირების საკითხს და რა თქმა უნდა მის პერსპექტივას ერთ-ერთი ყველაზე ყურადღება მისაქცევი, ყოველ შემთხვევაში ესე იქნება ყველა სტუდენტისთვის
არის რა თქმა უნდა სწავლის საფასური, რამდენად ხელმისაწვდომია ის დღეს. მაგაზე უნდა გითხრათ სხვათა შორის, რომ ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად რა თვალსაზრისით ვამბობ, რომ სტუდენტი თავის ცხოვრებაში დებს ინვესტიციას და მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორ არჩევას გააკეთებს ის და როგორ იქნება საფუძველი თუ არ შედგა სახლი ვერ აშენდება. ანუ როგორ არჩევას გააკეთებს ის, როგორ გაივლის ამ 4 წელს თავისი ცხოვრების და რა საფუძველს ჩაყრის, ამით განისაზღვრება მთელი მისი მომავალი ცხოვრება. ამიტომ აი ეს ძალიან კარგად უნდა გაიაზროს სტუდენტმა და ხანდახან და ძალიან ხშირ შემთხვევაში საჭირო არის, რომ მან შეიძლება გაიჭიროს, რაღაცა კრედიტი აიღოს, გარკვეული ინვესტიცია თავის ცხოვრებაში თავიდან ჩადოს, იმისთვის რომ მერე მიიღოს სასურველი კარიერა ცხოვრებისეული. საქართველოს უნივერსიტეტი 2004 წელს დაარსდა. უნივერსიტეტს 16 ფაკულტეტი აქვს და 2000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. სწავლის საფასური ფაკულტეტების შესაბამისად განისაზღვრება და 2250 ლარიდან 6950 ლარამდე მერყეობს. საქართველოს უნივერსიტეტში მოქმედებს გაცვლითი პროგრამები, ასევე ორმაგი ხარისხის პროგრამა გრენობლის ვესფორდის ბიზნესისა და მენეჯმენტის უმაღლეს სკოლასთან. მე აბიტურიენტებს უკვე მომავალი წლის აბიტურიენტებს, იმიტომ რომ წლის აბიტურიენტებს არჩევანი გაკეთებული აქვთ. ურჩევდი ალბათ კარგად გააცნობიერონ რა უნდათ მიიღონ უმაღლეს სასწავლებლისგან. ეს არის ძალიან მთავარი და მნიშვნელოვანი. არა მარტო სპეციალობას და კონკრეტულ მიმართულებას გულისხმობ აქ, არამედ სწორედ იმას, რაზეც აქ უკვე ვისაუბრეთ, თუ ჩვენი მიზანია უბრალოდ უმაღლესი განათლება მივიღოთ და სულ ერთია აი მე 7 არჩევნად რომ უთითებენ ხშირ შემთხვევაში, ოღონდ სტუდენტი გავხდე და სულ ერთია რომელ უმაღლეს სასწავლებელში. თუ ეს გვინდა, მაშინ ნუ სხვა რამეზე უნდა დავფიქრდეთ და თუ მართლაც განათლების მიღება გვინდა, არჩეული გვაქვს კონკრეტული მიმართულება და ვიცით რა გვინდა უმაღლეს სასწავლებელისგან, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება, იმიტომ რომ მადლობა ღმერთს საქართველოში ძალიან ბევრი, ძალიან კარგი უმაღლესი სასწავლებელია. და რა თქმა უნდა, ბევრი კრიტერიუმი, თუ ჩამოყალიბებულები არა ვართ იმაში, რომ გვინდა სწავლის გაგრძელება, უმაღლესი განათლება გვინდა, ოღონდ ჯერ კიდევ კარგად არ ვიცით და ვერ ვაცნობიერებთ რა სპეციალობა ავირჩიო, მე პირადად ნამდვილად ვერ ვხედავ ვერაფერს ტრაგიკულს იმაში, რომ თუნდაც დავიცადოთ და მაინც და მაინც სკოლას როგორც კი დავამთავრებ, არ გავიქცე უმაღლეს სასწავლებელში არ ჩავაბარო, იმიტომ რომ 18 წლის ასაკი, ნუ ეს ისეთია, ყველაფერი წინ არის. 20 წლის ასაკში რო გავხდე სტუდენტი, სულ 21 წლის ასაკში თუნდაც, როდესაც კარგად კაფეოდ მეცოდინება რა მინდა საბოლოო ჯამში. მე ამას ურჩევდი ერთადერთი, პირველ რიგში ეს არის ძალიან კარგად და ნათლად გასაცნობიერებელი. რას ველით უმაღლესი სასწავლებლისგან, რას ველით იმისგან, სადაც ვაპირებთ სწავლის გაგრძელებას და საერთოდ კონკრეტულად რა გვინდა მივიღოთ. განსაზღვრულ პრიორიტეტები და აირჩიონ ის მართალია უნივერსიტეტის არჩევა არ არის მხოლოდ ცოდნის, თუმცა ეს პრიორიტეტულია ცოდნის თქვათ მიღების საშუალება, ეს არის რაღაც გარემო, რაღაც სამყარო, რომელსაც ირჩევ და მართლაც აქ უნდა გაერკვე რა გაინტერესებს და რა მოდელი გაინტერესებს, ასე ვთქვათ, ცხოვრების წესი, რა ცხოვრების წესი გაინტერესებს და სად არის ეს გარემო შეთვის შესაფერისი. და არჩევანი იყოს და ნუ შეგეშინდებათ არჩევანის. ესე იგი, ცურვას ვერ სწავლობ ზეპირად, უნდა გადახდეთ სადღაც და იქ ისწავლეთ. ამიტომ ხო, წყალში გრობია გადახდეთ წყალში და ისწავლოთ იქ, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ არჩევანის. ბატონ სანდრო. ესე ქუთაისში ასწავლიდან ცურვას. აი ეს არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 2006 წელს და დღეს აქ 10000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ბაკალავრიატის 5 ფაკულტეტი და 55 სამაგისტრო პროგრამა. 2011 წელს 2125 აბიტურიენტი გახდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კურსელი. სწავლის ღირებულება, როგორც ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, შეადგენს 2250 ლარს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ყავს 20-ზე მეტი პარტნიორი უნივერსიტეტი ევროპასა და შეერთებულ შტატებში. საქართველოსთვის უნიკალური სამაგისტრო პროგრამები ხორციელდება ლოს-ანჯელესისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. ერთ რაღაცას დავამატებდი, მადლობა ღმერთს, დღეს საქართველოში არის
არჩევანის საშუალება. მე მართალია არ მჯერა 7 არჩევანეს, მაგრამ იმიტომ რომ თუ 7 გაქვს რაღაცა, ასარჩევი 7, არახარ ჩამოყალიბებული რა გინდა, პირველად უნდა განსაზღვრო რა გინდა. გარდა ამისა, ჩემის აზრით, ყველა უნივერსიტეტმა, რომელიც საქართველოში და თბილისში, განსაკუთრებით ახლა ვინ წარმოადგენ თბილისში ყოფილი უნივერსიტეტები ვართ, ყველამ თავისი ნიშა იპოვა რაღაცა. ანუ ყოველს აქვს რაღაცა დამახასიათებელი, რომელიც განასხვავებს მეორეს. განსაკუთრებით ერთგვაროვნება, ხო? ეთქვა აქ რაც იყო ნათქვამი, აქაც გამოჩნდა თუ აბიტურიენტებისგან ეს ერთგვაროვნება აღარ არის, ამიტომ მეცეთ საინტერესოს ხმის ამ პროცესს არჩევისას. ჩემის აზრით, ყველა უნივერსიტეტმა თავის ფუნქცია შეიძინა გარკვეული და იმის გათვალისწინებით თუ ვიცით რა გვინდა, არჩევის გაკეთება საკმაოდ მარტივი იქნება ჩემის აზრით. ერთი რაღაცა რაც მე მინდა ვთხოვო და მოუწოდო აბიტურიენტებს, იმიტომ რომ ჩემთვის რაც უცხოეთში სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია და მეც მქონდა ეს ბედნიერება ძალიან დიდი ხნის წინ და განსაზღვრა ჩემი მომავალი ცხოვრება ძალიან სერიოზულად ამან. ისწავლონ ენები. ჩვენ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამწუხაროდ ვერ ვავსებთ კვოტებს, რომელიც გვაქვს უცხოეთში, თუნდაც სემესტრს გაგზავნით, თუნდაც მაგისტრატურაში, იმიტომ რომ ენის მცოდნე სტუდენტების რიცხვი, ანუ იმ დონეზე ენის მცოდნე რომ გააგრძელონ სწავლა, არის ძალიან და ბატონ სანდრო, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ კარგია თუ კი საზღვარგარეთ წავა და ისწავლის ბაკალავრიატის შემდეგ, აი უნივერსიტეტი თუ ეხმარება სტუდენტებს იმაში, რომ წავიდნენ და გააგრძელონ სწავლა საზღვარგარეთ. გარდა იმისა, რომ არის ძალიან ბევრი ერთობლივი პროგრამა, ძირითადად გერმანიაში, ჩვენთან ახლა მაინც იურისპრუდენციაში, გერმანული იურისპრუდენციის, ასე ვთქვათ, ახლოსა ვარ ძალიან გარემოთი, უამრავი შესაძლებლობაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვეხმარებით, ოღონდ მე არ მჯერა იმისა, რომ ერთ წელიწადში შეიძლება ენა ისწავლა იმ დონეზე, რომ სახელმწიფო და ისწავლა და გააგრძელო მე ცხოვრება ამ ენაზე, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ თუ არ იცი ენა, უცხო ენა, ანუ ქართულის გარდა სხვა ენა, ჩვენ გვაქვს ურთიერთობა გერმანიასთან, ამერიკასთან, ინგლისთან, ინგლისურენოვანი, ესპანურენოვანი, გერმანულენოვანი და ნებისმიერ ენოვან სამყაროსთან, მაგრამ წინაპირობა არის თავისთავად ენების ცოდნა, რაც სამწუხაროდ საკმაოდ ძიმ მდგომარეობაში ვარ. მაგრამ ხოშ მინდა ხაზგასმით თქვა, რომ აი შარშან ვინც ჩააბარა ჩვენთან, იქ რადიკალურად შესული სიტუაცია. უკეთესობისკენ ასე ვთქვი. გასაგებია. წელსამედია კიდევ უკეთესი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 21000 სტუდენტი სწავლობს. წელს აბიტურიენტების 60%-მა არჩევანი თესეუზე გააკეთა. უნივერსიტეტი სექტემბერში 4100 პირველ კურსელს მიიღებს. ერთი წლის სწავლის საფასური, როგორც ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2250 ლარია. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ იენის, კიოლნის, შპაიერის და სხვა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებში. რაცით მე მგონია რომ ინფორმაციული აერჩიო უმაღლესი სასწავლებელი და არა სპეციალობა, იმიტომ რომ ცხოვრება ისე მოწყობილი, ეს არის ილუზია, რომ აი მე ვიცი და გამოვიდა ვიღაცა და მე ასეთი ხაზოვანი დაგეგმილი ცხოვრება, რომ ეხლა მე წავალ, გამოვალ ფიზიკოსი, მე მუშაობ ფიზიკურ ლაბორატორიაში, მე გავხდები პროფესორი, მე რაღაცა და მე გავამასვენებენ იმ ლაბორატორიიდან. არ დავწვავ იმ ლაბორატორიას. ხო. ანუ ეს არის ცხოვრება. მაგალითად, აი საინტერესოა რომ თუ ადამიანს უნდა გამოვიდეს, იყოს 10 წლის შემდეგ იყოს ფინანსისტი და იმუშაოს Wall-Street-ზე. მაშინ და არის საქართველოში და დღეს თბილისში ერთი ახალგაზრდა არის 18 წლის. რა არის ამისთვის ყველაზე უფრო კარგი გზა? ამის ყველაზე უფრო კარგი გზა არის რომ მან ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბაროს. ეს პარადოქსი კი არის ეს, იმიტომ რომ ფიზიკის ფაკულტეტზე თუ ჩააბარებს, ის შეძლებს შემდგომ ან ფიზიკის სკოლაში, შემდეგ შეძლებს ამერიკაში წავიდეს, გააკეთოს დოქტორანტურა ეგრევე. ბაკალავრიატის შემდეგ 5 წელი დოქტორანტურა და 9 წლის შემდეგ 80% ფიზიკოსი ამერიკაში დოქტორანტურა დამთავრებული ფიზიკოსებისა მე მიდიან Wall-Street-ზე. ხო? ასე რომ და მას შორის ქართველებიც არიან ძალიან წარმატებულები, რომელიც მეცნიერებაში წარმატებულები არიან და ამ ფინანსურ საქმეში წარმატებულები არიან. ხო? ასე რომ ესეთი რაღაცა ხა მე თუ გავხდი, მე თუ ეხლა შევედი რაღაცის სპეციალობი და რაღაც აუცილებლად მე ეს და სანამ არ დავბერდების დროს ვიხდები, ესე არ არის. ცხოვრება სხვანაირად არის მოწყობილი, ადრე სხვანაირად იყო მოწყობილი და ახლა მეტად სხვანაირად არის მოწყობილი. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა ადამიანის გარკვეულ გარემოში ყოფნა და ამ გარემოში ნელ-ნელა გაარკვიოს რის მიმართავს ყველაზე დიდი მიდრეკილება. და რის მიმართავს ყველაზე დიდი მიდრეკილება, ეს გამოვა მას ცხოვრებაში კარგად. შენ თუ არავითარი შინაგანი სურვილი არ გაქვს რომ ბიზნესმენი იყო, უბრალოდ პრობლემა გიწევს რომ ბიზნესმენობა მაგარია, ან შენ მოგწონს, იმიტომ რომ შენ მეზობელ ბიზნესის კარგი მანქანა აქვს, შენ ამის ბიზნესმენი მაინც ვერ გამოხვალ, ხო?
ამიტომ ჯობია რომ შენ საკუთარ თავს უსწინო და არა მოდას და ასე ვთქვათ ჭორებს და რაღაცებს. ხო, შენ სად მოხდება შენი მაქსიმალური თვითრეალიზაცია და ეს არასდროს არ არის გვიან. ხო, შეიძლება შენ გაგდო 18 წლის ასაკში, შეიძლება გაგდო 25 წლის ასაკში და შეიძლება გაგდო 40 წლის ასაკში. და მიხვდე რომ 40 წლის ასაკში რომ ზემზე შენ სხვა რაღაც უნდა აკეთო ცხოვრებაში და ამას გაუყვარ. თავისუფალი უნივერსიტეტი 2007 წელს ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანების შედეგად შეიქმნა თავისუფალი უნივერსიტეტი და 4 წლის მანძილზე გაიხსნა 4 ახალი სკოლა. ამჟამად უნივერსიტეტში ფუნქციონირებს 6 სკოლა ფაკულტეტი. აქ სწავლობს 700-მდე სტუდენტი. სწავლის საფასური ყველა ფაკულტეტზე შეადგენს 6950 ლარს. თავისუფალ უნივერსიტეტში მოქმედებს ზამთრის და ზაფხულის სკოლები, მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამები. ყველა პირველ კურსელს შეუძლია ისარგებლოს გარდამავალი დაფინანსებით, ისწავლე დღეს და ასწავლე ხვალ, რაც ნიშნავს, რომ ყველა სტუდენტს შესაძლებლობა აქვს დაამთავროს ბაკალავრიატი საფასურის გადახდის გარეშე და სწავლის დასრულებიდან 4 წლის განმავლობაში დააფინანსოს ახლად მიღებული სტუდენტის სწავლა. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევა საშუალება აირჩიონ მაინორი, დამატებითი სპეციალობები. დაამატე ძალიან მოკლედ და უნდა დავამთავროთ. კი, 2 წუთით უბრალოდ იცით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ გახას. აიღეთ მათემატიკაში რამდენი სტუდენტი მიდის მათემატიკის მიმართულებით და განსაკუთრებით ფინანსური მათემატიკის მიმართულებით. ეს ძალიან მძიმე მათემატიკაა, ფინანსური მათემატიკა. მაგრამ თქვენ იცით რომ ვინც ამას მართლაც კარგ დონეზე დაამთავრებს, აი ესეთები სანთლით საძებნი არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ყველაზე საუკეთესო პოზიციებზე არიან საუკეთესო ბანკებში. მაგრამ ამას უნდა ძალიან სერიოზული მუშაობა და ჩვენ სამწუხაროდ მე აქ მინდა აღვნიშნო რომ საქართველოში ჯერჯერობით არ გადაწყდა ეს ტენდენცია ქართველ ჭაბუკებს ნაკლებად უნდათ შრომა დახარჯონ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მათ გაიგონ რომ რა თქმა უნდა მათი შესაძლებლობები მე რა გენდერულ იმას არ ვეხები მაგრამ მათი შესაძლებლობები მაინც ბევრად უფრო აღემატება გოგონების შესაძლებლობებს უბრალოდ მე ახლა ამას არ ვამბობ, იცით როგორი გონებრივად კი არ ვამბობ. ნუ ჯერჯერობით ცხოვრება ჩვენი ისეთი აწყობილი რომ გოგონა მაინც მე ოჯახს ქმნის შვილებს ზრდის და დარბაზი ცოტა არ იყო შეიშმუშნა აქეთ. არა, მე უბრალოდ ახლა მე ეს მინდა ვთქვა რომ გოგონებს თქვენ თვითონ ხედავთ რომ აგერ რექტორი ვარ და ზიულ გადაცემაში და აგერ ქალბატონი მაია კიდე ამხელა დაწემას მიმართულებას ხელმძღვანელობს ეროვნულ გამოცდებს. აქ ამაზე არ არის საუბარი. უბრალოდ შეიძლება ქალბატონმა მაიას ქალბატონი რომ არ ყოფილიყო და შვილები არ ეზარდა, კიდევ უფრო რაღაცა განსაკუთრებულობისთვის მიეღწია რა. ანუ მე უბრალოდ მე უბრალოდ ახლა ამხელე ხა ეს ხუმრობა. უბრალოდ მინდა ვთქვა რომ იმათანა თანაბარი შესაძლებლობების შემთხვევაში თუნდაც ჩვენი ჭაბუკები არ მუშაობენ და ეს იცით როგორი ის არის დისბალანსი წარმოიდგინეთ რომ პირველ კურსზე ჩვენთან რო სტუდენტები შემოდიან უნივერსიტეტში სამწუხაროდ მეორე კურსზე გადადის ბევრად უფრო მეტი გოგონები ვიდრე ჭაბუკები მეოთხე კურსს ამთავრებენ ნაკლებად ჭაბუკები და რაც მთავარია უნდა გითხრათ რომ მაგისტრატურაში პირწმინდად მოდიან გოგონები დიდი პროცენტი არის გოგოების და გოგონების და არ არის ჩვენი ვაჟების და ეს რა არის იმიტომ რომ ჩვენს ქართველ ჭაბუკებს არ უნდათ სერიოზული მუშაობა სერიოზული მეცადინეობა ორიენტირი ჩვენ კარგი გასაგებია ძალიან ფართო თემაა და ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება შეიძლება ვერასდროს ვერ ამოვწუროთ ამიტომ არსებობს საეთერო დრო რომელიც ამოიწურა დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გადაცემაში სტუმრობისთვის ჩვენს აუდიტორიას მინდა უთხრა დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა გმადლობთ ყურადღებისთვის ნახვამდის